გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან შეგიძლიათ უკვე დაგვირეკოთ ნომერზე 557-45-58. ვიდრე გადაცემის მთავარ თემას შევეხები, რამდენიმე საკითხზე მსურს ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში დღეს 30 აპრილია, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე. ყველა ჯარისკაცს სამხედრო სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს ულოცავ თავდაცვის ძალების დღეს. გვეამაყებით ჩვენო ჯარისკაცებო, დიდ პატივს გცემთ მთელი საზოგადოება და ჯანმრთელად, ბედნიერად და მშვიდობაში გეცხოვროთ მთელი თქვენი დარჩენილი წლების განმავლობაში. ეს იქნება ჩემი სურვილი ჯარისკაცების მიმართ. კიდევ ერთი ინფორმაცია დღეს ხანძარი იყო დილით თბილისის ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხანძარი ეგრეთ წოდებული ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო ფართებს გაუჩნდა. განადგურებულია ძალიან დიდი ოდენობით საქონელი მოვაჭრეებისა, ზარალი დიდია. ვიმეორებ, სასიხარულო არის ერთადერთი, რომ სხერპლი არ არის ამ შემთხვევაში და მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავდა ამ ძალიან დიდი მასშტაბური ხანძრის შედეგად. აქაც ჩნდება გარკვეული კითხვები, არსებობს თუ არა უსაფრთხოების ნორმები, რომელიც დაცული უნდა იყოს მსგავსი ტიპის სავაჭრო ცენტრებში, სპეციალური სამსახურები რატომ არ უწევენ მონიტორინგს აი ამ სფეროს, მაშინ როდესაც პირველი შემთხვევა არ არის სავაჭრო ცენტრებში გაჩენილი მასიური ხანძრებისა საქართველოში და შემდეგ საბოლოოდ გამოძიება არასდროს არ მიდის ხოლმე ბოლომდე. ვიმედოვნოთ ახლა მაინც გამოიძიებენ, შედეგებს დადებენ და იმ დაზარალებულ მოვაჭრეებს ათანადოდ დაეხმარებიან, რომლებსაც მართლაც დიდი ზარალი მიადგათ. აქვე უნდა გითხრათ ერთი საინტერესო ინფორმაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში 20,000-დან 25,000-მდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება. მისივე განცხადებით, ზუსტი ციფრის დადგენა ჭირს, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს. ძალიან მძიმეა ვითარება, ჩემი განცდით 25,000-ზე მეტი არალეგალია შემოსული საქართველოში. ამას ხედავთ, როდესაც გავდივართ ქუჩებში. და ამას კიდევ ერთი რამ უნდა დავამატოთ, სხვადასხვა ქვეყნებიდან უვიზოდ შემოსული უცხოელები, რომლებიც აქ რჩებიან, ხომ? ეს ძალიან მძიმე და ასე ვთქვათ, საკმაოდ პრობლემური საკითხია და ვიმედოვნებ სახელმწიფო ამაზე გარკვეულ რეაგირებას მოახდენს. სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვთხოვოთ. რაც შეეხება გადაცემის მთავარ თემას, აი უკვე კადრები გამოჩნდა. თითქმის 4 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ავირჩიეთ თვითმმართველობები, თვითმმართველობის ორგანოები, მერები, გამგებლები, საკრებულოს დეპუტატები. და მოდით შევაჯამოთ, შევაფასოთ დღეს მათი საქმიანობა. თითქმის 4 წლის თავზე. როგორ აფასებთ საკრებულოების, დეპუტატების, მერების და გამგებლების საქმიანობას? ასეთი იქნება ობიექტივის ეთერში ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა. პირველი ზარია გადაცემაში. გისმენთ? ალო? გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. მოდით გიხდით, მე თქვენ კითხვას შემდეგ უპასუხებ. დიახ. ჩვენ გაჭირვება ისაა, რომ სიგნალის რაიონში თქვენ გადაცემა არ გადის. სატელიტით არ გადის და თოთ რა ძალიან მოთხოვნილება არის ამ თქვენი გადაცემისა. როდის შემდეგ აღარ გადის, ქალბატონო? როდის შემდეგ აღარ გადის? უკვე დიდი ხანია. დაახლოებით რამდენი კვირაზე მეტი. კეთილი, მოგახსენებთ ქალბატონო, არ გათიშოთ თუ შეიძლება. ობიექტივის მაუწყებლობა გამორთო აზერბაიჯანულმა თანამგზავრმა, რომელიც მაუწყებლობას სხვადასხვა არხებისა ავრცელებს მსოფლიოში. ამის მიზეზი გახლავთ ერთადერთი, რომ ობიექტივმა ის დავალიანებები, რომელიც არსებობს ამ თანამგზავრის მწარმოებელი კომპანიის წინაშე, ეს დავალიანება ვერ დაფარა ობიექტივმა. და ამ ეტაპზე ამის დაფარვა ჩვენ არ შეგვიძლია, პირობას ვერ მოგცემთ, რომ თანამგზავრით მაუწყებლობა მალე განახლდება. მე ერთადერთი რამ შემიძლია გირჩიოთ, იქნებ რომელიმე იაფასიანი საკაბელო მაინც ჩართოთ, იმისთვის რომ ჩვენი სიგნალი მიიღოთ. საკაბელოებზე სახლის ანტენით ობიექტივი ძველებურად მაუწყებლობს და რადიოთი.
კერძოდ რომელი იმაზე უნდა ჩაიცოს? ნებისმიერ საკაბელო ქსელში ობიექტივი მაუწყებლობს. აგრეთვე მაუწყებლობს სახლის უბრალო ანტენით, თუ კი იჭერს თქვენთან სახლის ანტენით ქართულ არხებს. ანტენა არ იჭერს, ანტენა არ იჭერს. რა გაეწყობა, მაშინ ინტერნეტით მოსინჯოთ იქნებ ჩვენ პირდაპირ ეთერის რეჟიმი გვაქვს ინტერნეტით. კარგით, თემას რაც შეეხება, რას გვიპასუხებდით? თქვენი რაიონის თვითმმართველობის შეფასება შეგიძლიათ გამგებლების, მერების, საკრებულოს დეპუტატების საქმიანობის. რაც თავარი იყო უჩიოდით გზებს და გზები გააკეთეს. წყალი გაყვანილია, ახალი წყალი. მადლობელი ვართ შეჯერობით. დიახ. დიდი მადლობა თქვენს ზარისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ პოზიტიურ ჭრილშიც, საინტერესოა რა გაკეთდა, ღიაა ეს ეთერი ყველა შეფასებისთვის. არ ვიყოთ მხოლოდ კრიტიკულები. კარგიც ვთქვათ, რაც კეთდება და გაკეთდა, რატომაც არა. ვისაუბროთ ოპოზიციონერ დეპუტატებზე საკრებულოებში, მათ შეძლეს თუ არა ქართველი ხალხის, თავისი რაიონის, თავისი ქალაქის პრობლემების მიტანა ხელისუფლებამდე, როგორ იმუშავეს. 4 წელი სრულდება უკვე, რაც ჩვენ ავირჩიეთ მერები, საკრებულოები, გამგებლები და უნდა შევაფასოთ ამ პარტიის საქმიანობა, ვინც მართავდა 4 წლის განმავლობაში თვითმმართველობას. 4-ის არა, სხვა წლებშიც მართავდა, წინა წლებშიც, რა თქმა უნდა, 12 წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაში. თუმცა ჩვენ ამ მოწვევის მერებს და გამგებლებს და საკრებულოს დეპუტატებს ვაფასებთ. მათ საქმიანობას კომუნიკაბელური რამდენად არიან მოსახლეობასთან, მიღების საათები თუ აქვთ და თუ ხვდებიან. ვისაუბროთ აგრეთვე თბილისში არსებულ პრობლემებზე, აი ხშირად გვირეკავენ ჩვენ ეთერში და გვეუბნებიან, რომ ცხოვრობთ ავარიულ სახლებში და ეს პრობლემა ძალიან მძიმეა. ყოველ ღამე ვიძინებთ სიცოცხლისთვის შეუფერებელ პირობებში და დილით გავიღვიძებთ თუ არა არ ვიცით, იმიტომ რომ ინგრევა ძველუბნებში ეს ძველი სახლები. ამ პრობლემაზე თუ ზრუნავს თბილისის მერია, კიდევ ერთი საკითხია ქაოსური მშენებლობები. ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლიათ გაიხედოთ და თვალში საცემია ის, რომ კორპუსები წამოიჭიმა ყველგან, აბსოლუტურად ყველგან. დიდი მოთხოვნაა იმაზე, რომ სკვერები, ბაღები, პარკები ხელში ჩაიგდონ, რომ არა ვთქვათ მოსახლეობის აქტიურობა ამ კუთხით, ალბათ პარკებს და სკვერებს აღარ დაგვიტოვებდნენ ბიზნესმენები. ეს პრობლემაა ჩემი აზრით და ამ მიმართულებით თუ დაინახეთ ამ 4 წელიწადში რაიმე რეაგირება. გზების მდგომარეობა როგორია, როგორც რაიონებში, ასევე თბილისში. ჩვენ ვნახეთ ხომ ბოლო წლებში რამდენიმე უბანში განსხვავებული ტიპის გზები მოეწყო, მაგალითად ვაკეში და სხვადასხვა მისამართებზე თბილისში და ეს მოგწონთ თუ არა. ჩვენ ხშირად გვიკავშირდებიან აგრეთვე მძღოლები, რომლებიც თბილისის მერიის სპეციალური სამსახურის საქმიანობას უარყოფითად აფასებენ, პარკირების სისტემასთან დაკავშირებით უსამართლო ჯარიმები მისდით ადამიანებს, რომლებიც ადრე City Park-ს ებრძოდნენ, ახლა დღეს იგივე ტიპის კომპანია, შეიძლება უფრო მკაცრიც კი მივიღეთ და ეს პრობლემაა. ტრანსპორტი არის თუ არა კომფორტული, ხელმისაწვდომი ტრანსპორტი დედაქალაქში, რეისები რამდენად ინტენსიურია, ხშირ შემთხვევაში 9 საათი, 1 საათიც კი უწევთ ზოგიერთ მონაკვეთზე ლოდინი ავტობუსისთვის მგზავრებს. აი ჩვენ ხანძარზე ვისაუბრეთ ხომ, რომელიც დღეს დილით მოხდა საშინელი ხანძარი თბილისში. აქ რატომ არ იყო უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებული? აი კადრებს ხედავთ ახლა როგორც ცდილობენ გადაარჩინონ მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა თავიანთი საქონელი. თუმცა ეგრეთ წოდებული ბორჯომის ვაგზლის ბაზრობაზე აბსოლუტურად ყველა სავაჭრო ობიექტი განადგურდა. ეს მიმდებარე ობიექტებია მხოლოდ საიდანაც გამოაქვთ ტანსაცმელი. ზარია ეთერში გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? ალო, გისმენთ? ეთერში ხართ თქვენ? რატომ არ იღებთ ხმას? აი რა უხერხულობაა. ტელევიზორს უნდა გამოურთოთ ხმა. ძალიან გთხოვთ, ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ, როგორც კი დარეკავთ ნომერზე 557-88-95. ახლა ხაზი თავისუფალია, მინდა მინიშნება მოგცეთ,
შეგიძლიათ დარეკოთ და თქვენი აზრი გითხრათ გადაცემის თემასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვაფასებთ საქართველოს თვითმმართველი ორგანოების საქმიანობას. ახალი არჩევნები მოდის. შევაფასოთ ძველი თვითმმართველობის ორგანოები, როგორ იმუშავეს, რა გააკეთეს, რამდენად იყვნენ ისინი დაინტერესებული ადამიანების პრობლემების მოგვარებით, სრულნავდნენ თუ არა ადამიანებზე. საკრებულოებში ბევრი იყო დაპირისპირება სხვადასხვა თემებზე, ხო? მაგრამ არასდროს არ მოგვისმენია ჩვენ, რომ აი მაგალითად ერთად ვიმუშაოთ, რომ ადამიანებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ. აი ამაზე დისკუსია მე არ მახსოვს იყო თუ არა. აი ერთ-ერთი კადრია ეს, როგორ ჩხუბობენ დეპუტატები თბილისის საკრებულოში. აქ იყო რაღაც საერთაშორისო თემა თუ არ ვცდები თბილისის საკრებულოში განიხილავდნენ უკრაინის თემას. ესეც ცოტა არ იყოს უხერხული რამ არის ჩემი აზრით. საკრებულო უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ ქალაქს და მის პრობლემებზე ზრუნავდეს. ეს ხდება სამწუხაროდ ჩვენს ცხოვრებაში. რა გაკეთდა კარგი? ამ კუთხითაც ღია ჩვენი ეთერი, შეგიძლიათ ისაუბროთ ნებისმიერი მიმართულებით ჩვენთვის საინტერესო იქნება თქვენი შეფასება. რამდენიმე დღის წინ ჩვენთან იყო ზარი უფასო სასადილოებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. როგორი მცირეა ულუფები, როგორი უგემურია საკვები, როგორი ასე ვთქვათ, შიდა მაფია ტრიალებს ამ სამზარეულოებში და ამ უფასო სასადილოებში, ამაზე იყო საუბარი და ესეც მოსაგვარებელია. გარკვეული კორუფციის ნიშნები ჩანს, როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. ასეთი მერი არგოლია, სილი ძალიან კარგი ძია, კარგი ოჯახია. კარგი შვილები და ხალხის შვილებს ძალიან კარგია. ჩვენ არ არის ოჯახი, რომ განსხვავებული რამე არ იყოს იგივე. ყველა შეიძლება არ მოწონდეს. რაც უჩვენს ძალიან კარგი ძია. აბა ოპოზიცია არის, კარგი რა გააკეთა. მაგათ მაიციან ჩხუბი და საზღვარგარეთი უსწრიან საქართველოს, რომ აბა ევროვის აი ჩვენი ხალხი რომ არის დასული და ჩქარა ადეთია გააუქმეთ ეს გამოუშვით იქიდან ყველა შპიონობენ აი მოღალატეები არიან მაგათ არავინ არ მისცემს ძალიან კარგი მერი ხვალ ძალიან აი ვენაცვალე მაგნაი ქართულ ბიჭებს კარგად ბრძანდებოდნენ. გასაგებია თქვენი შეფასება, მადლობა ზარისთვის. 557-88-95-88 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი გახლავთ. შეგიძლიათ დაგვირეკოთ, შეაფასოთ 4 წლის თავზე, თითქმის 4 წლის თავზე ჩვენი ქალაქის მერის საქმიანობა, სხვა ქალაქების მერების, სხვა რაიონების გამგებლების საქმიანობა, საკრებულოს დეპუტატების მუშაობა, მიიღეს თუ არა რეგულაციები, წესები, დაამტკიცეს თუ არა ისეთი ინიციატივები, რომელიც თქვენ გამოგადგათ მაგალითად და დაასახელეთ ძალიან საინტერესო იქნება. მორიგი ზარია, გისმენთ? გიპასუხოთ? დიახ, გვიპასუხეთ, ეთერში ხართ, გისმენთ. ვერ მესმის ხანი ხმაგენ. მე მესმის, ისაუბრეთ, გთხოვთ. მე წირავინდა გიწევდიანაცვალერო. აი 70 წლის კაცი გავხდი ჩემს ცხოვრებას. შრომაში გავატარე რა და 30 ლარიანი ვალუტერი მომწეს 5 გადავწორე. მე ჩემ ფული ვერ ავნახე. მე იქიდან ვიცოდი, მე კარგად ვიცი ჩვენი ქვეყნის ისტორია რო. როგორ შეიძლება საქართველოს სამხატვრო საერთოდ რა. ის ლამაზი ქვეყანა რო დაგვანგრეინეს რა. მე არაფერს იმედი აღარ მაქვს საქართველოს აბსოლუტურად არაფერსა. აღარ ისტორია მწამს ჩვენი არაფერი მე აღარ მწამს. მოგჭა. კარგად ბრძანდებოდეთ. გასაგებია თქვენი სათქმელი, მადლობა. ვისურვებდი რომ ეს განაწყენება რაც თქვენ გაქვთ განიმუხტოს, იმიტომ რომ მოგვარდეს პრობლემები რაც არსებობს საქართველოში დღეს და თქვენც მოგიბრუნდეთ გული თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ამას ვისურვებდი. მორიგი ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? მე ხლა როგორ მინდა რომ თქვენ
თქვენ დაგისვათ ეს შეკითხვა, რასაც თქვენ ვსვათ, რომ თქვენი აზრი მაინტერესებს. კი ბატონო. გისმენთ. არა, მე ისვამ ის შეკითხვას, რასაც თქვენ გვაძლევთ ჩვენ. იგივე კითხვას? ხო და აბა გამეცე ერთი პასუხი. მე ქალბატონო, რაც დაიწყო გადაცემა, საუბრობ ამ თემებზე უკვე შეიძლება ითქვას. შეიძლება კითხვებს ვსვა, მაგრამ ეს კითხვები ზოგიერთი რიტორიკულია. მე დადებითად ვერ ვაფასებ ჩვენი ქალაქების, მერების, გამგებლების და საკრებულოების საქმიანობას. მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ისინი ხალხზე ფიქრობენ, ზრუნავენ და რაღაცას აკეთებენ. მადლობთ, გენაცვალე, გაიხარეთ შვილო. მადლობთ. თქვენ რას ფიქრობთ, თქვენ თავად? კარგით, გათიშა. ქალბატონმა მადლობა იმისთვის, რომ დარეკეთ. შესაძლოა მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მაყურებლების ნაწილი სხვანაირად ფიქრობს და დაგვირეკეთ ღია ეს ეთერი 557 88 55 88. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით. ტელევიზორს გამოუხდეთ ხმა და დაიწყეთ. ტელევიზორი აღარ უყურებ 22 წელია და მაშინ რადიოს, ხო? რადიო კი რადიო თუნდები გარი. კეთილი. გისმენთ. რა უნდა ვთქვა? მე კარგად ისწინიადრე პაკისტანი ორი გოლის აუკაკუჩარ კაცი გამპანტასე ისე ვერ გააკეთეს და არ გააკეთეს მილიციის კარ. ეტი არ მეპარე. აი, შეიძლება იყოს რა, თავისი ამპატნა ესითო. რაფია ტრამვაი, მაგრამ რატო არ აკეთებენ ეკოლოგიურად? ისაიტარო ყველა ძალიან დიდი მატლობები დარწმუნდა ხალხს. არ უნდა, აი გამგააკეთეს. პირობა იყო ყოველ შემთხვევაში, რომ ტრამვაი გაკეთდებოდა თბილისში, რაღაც დიდი სეიმით გვაცნობეს ეს და არ გაკეთდა. კი ბატონო. კი, მაგრამ მე მეცეთ კიდე იმასაც. თემ შინაურთა ოქროკაცი გარდაიცვალა საწყალი მაგარი დოქანდატე თენგის კი კალექტივი ისიც არის თვითონ დიად გამსახურდია რატო უფასაბა ველიანი ფაქტია აი მაგათ ზატკონდა დაფეტიანი ძეგლი ინდენჯერ მოატყო ინდენჯერ და არ დაადგინეს რატო ისიც დაფეტიანი ხალხი სიტარული იყო როგორც გარინცაც ეძახობდნენ ლაგინის და აკიდე მისამე ესა ხალხის სიტარული ეგ ხალხის სიტარული ვერ არის ორი გოლი ენა ულამაზესი სამწიფარი ეგრეა და ეგ რა ვქნა ბატონო ფაქტები ხო არ ვამეტე მადლობა დიდი მადლობა გასაგებია თქვენი სათქმელი მე არ ჩავერევი და მონიტორინგს არ მომახდენ თქვენი შეხედულებებისა 557-88-55-88 თითქმის 4 წლის შემდეგ თვითმმართველობის ორგანოების არჩევიდან როგორ აფასებთ საკრებულოს დეპუტატების, მერების და გამგებლების საქმიანობას ეს დღეს ჩვენი შეკითხვა ასე რომ დიდი ყურადღებით გისმენთ მათ მიმართავ ვინც ეთერში დაგვიკავშირდება როდესაც საქართველოს ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში გვიწევს ხოლმე გასვლა ჩვენ ჟურნალისტებს და ნებისმიერ მოქალაქეს თუნდაც ხშირად გვხვდება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ჩამონგრეული შენობა, სახლი, მოუწესრიგებელი ქუჩა, ტროტუარი, ბევრი საკითხი. და აქ მერები და გამგებლები, როდესაც მიმართავ, ამბობენ ხოლმე რომ აი ჩვენ ბიუჯეტში ამდენი ფული კი არა გვაქვს რომ ყველაფერი გავაკეთოთ. ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ინიციატივის აღება და ფიზიკური შრომაც კი მოაგვარებდა და მოაკოხტავებდა ზოგიერთ ტერიტორიას რაიონისა, გინდათ თბილისში ვთქვათ ეს. თუ კი ამ ინიციატივას გამგებელიან მერი აიღებს, თავის თანამშრომლებს დაიხმარებს, აიყოლიებს მოქალაქეებს და ერთად მოაკოხტავებენ და მოაწესრიგებენ ადგილს და გაალამაზებენ. ეს მიდგომა აქვთ მაგალითად ევროპაში, არც იქ აქვთ პატარა ქალაქებში თუ დიდ ქალაქებში დიდი ბიუჯეტი. მაგრამ სამაგეროდ შეუძლიათ ის, რომ ყველა წვრილმანს მიაქციონ ყურადღება, საკუთარი შრომით, საკუთარი ხელით აიღონ, თქვათ, ნაგავი, რომელიც ძირს არის დავარდნილი და სანაგვეში ჩააგდონ, სხვა თუ არაფერი. და ეს ინიციატივა გვაკლია ჩვენ სამწუხაროდ, მე ჭკუას არ ვარიგებ არავის, მაგრამ ეს იყო ჩემი სათქმელი ნამდვილად, როდესაც ჩავდიოდი ხოლმე სხვადასხვა ქალაქებში და თბილისშიც ასეთია ზოგიერთ მისამართზე. ზარია გადაცემაში. დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ეხლა გიყურებ და ცოტა მეყურს ხოლმე ყოფილი ადამიანების, ალბათ კარგად ვხედავენ ქალაქში რა მხოლოდ პრობლემებია. პირველი დავიწყოთ ის, რომ გადაადგილება ყოველდღიურად შეუძლებელი. თუნდაც ქუჩაში ფეხით გაიაროთ. არ არის ტროტუარი. ვერ გახვალ ბავშვთან ერთად ეტლით. ვერ გავა იმარ შეზღუდული ადამიანი ეტლით.
მანქანას ვერ დააპატიმრებ ერთად. აი, უასო ჩენდება ეს ბინები ქალაქში, მესმის რომ ქალაქია და უნდა იყოს ბინები, მაგრამ ხომ დატოვა ტერიტორია არა, რომ ფეხით ადამიანმა გაიაროს. აი, არ შეუძლია ადამიანს, ინვალიდ ადამიანს ჯოხით რომ გადადის, არ შეუძლია გადაირბინოს ქუჩაში, ხო? ხომ და იყოს ამისთვის ტროტუარი. მე მაგათ ბავშვი მყავს პატარა და მინდა რომ გავიდე ეტლით. და ვერ გავდივარ ფიზიკურად სახლიდან. იმიტომ რომ ვერ ჩამყავს ეტლით ბავშვი გარეთ. იოს ამას დამოწებული არის მოუწესრიგებელი, აი დაღლების თემა. ვერადა ვერ მოგვარდა, მშვიდად ვერ გახვალ. სპერში ვერ გახვალ. შორის ეს პრობლემა მხოლოდ თბილისში არ არის, სხვა რაიონებში და ქალაქებშიც არის. მარტო თბილისში არ მაქვს. საუბარი, მაგრამ რადგან ახლა ჩვენ აქ ვართ და ამოდით თუნდაც კონკრეტულად თბილისში ავიღოთ, ნებისმიერი ქალაქი ავიღოთ, ყველგან არის გზები მოუწესრიგებელი, დაღლების თემა არის მოუწესრიგებელი, დაუცველი დაღლები და დაუცველი ადამიანები, ბავშვები. ყველა ბავშვი არ დაყვება მშობელი გვერდით. ხომ უნდა იყოს ქუჩაში გასული ბავშვი მშვიდად, მშობელი მშვიდად, რომ შინ შემოა ჯანმრთელი, უბნებელი. მოუწესრიგებელია სისუფთავე ჰიგიენის მდგომარეობა, დარღვეული არის. აი არ ვიცი და ძალიან ბევრი პრობლემებია ქალაქში და ვფიქრობ რომ აი ეს რაღაც ელემენტარული რაღაცები კეთდება უბრალოდ თვალის დასახვად. ბაღებში აქვს ძალიან დიდი ყურადღება მისაქცევი, ბაღებში. დიახ. არ არის ზოგიერთი ბაღი, კი არა, უმეტესი ბაღი მოწესრიგებული და შიგნით მაინც რეალებს თავისებური ქაოსი. სკოლებიც თავიდან დაიწყო რაღაც გაკეთება, მაგრამ ყველაფერი რაღაცნაირად თითქოს ერთჯერადად კეთდება. უხარისხოდ კეთდება. აი, უცებ, იცით რა, მოდის არჩევნები გავხსნათ ლენტი და გაკეთდა სკოლები, გაკეთდა ბაღები. და სიმართლეობით რომ ჩახედოთ. არის რაღაც იაფასიანი, აი ერთი წვიმა, ერთი სეზონი გავა და უკვე ჩამოცვიდა ეს, რა ვიცი, საღებავია თუ რაც არის და სამშენებლო მასალები. არაფერად არ ვარ. აი, ვფიქრობ რომ ხარისხიანად არაფერი არ კეთდება. დიახ. დიდი მადლობა. ძალიან ჭრილი მდგომარეობა. აი, პირდაპირ კმაყოფილი ადამიანების ვიცი არიან კმაყოფილები. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით, კარგად ბრძანდებოდეთ, საინტერესო იყო თქვენი სათქმელი და კონკრეტულ მიმართულებებს შეეხეთ, რაც გეთანხმებით რომ ნამდვილად არის გამოსასწორებელი. საცობების პრობლემა ხომ აი უზარმაზარია დედაქალაქში, საღამოს საათებში შეუძლებელია ავტოტრანსპორტით გადაადგილება. და აქაც რაიმე გეგმა, რაიმე სამუშაოები უნდა გასწიოს ალბათ საკრებულომ იქნება თუ მერიამ, რომ გამოსავალი მოძებნონ. ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ქვეყანა და არც თბილისია ისეთი უშველებელი და ძალიან დიდი, რომ ასეთი პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხონ. არსებობს 30 და 50 მილიონიანი ქალაქები მსოფლიოში, სადაც გადაჭრეს მსგავსი პრობლემები, გამოსავალი ნახეს. და აქაც უნდა მოვიფიქროთ ალბათ გამოსავალი ამ საცობების პრობლემის მოსაგვარებლად. 5-5-7 95-58 თითქმის 4 წლის შემდეგ თვითმმართველობის ორგანოების არჩევიდან როგორ აფასებთ საკრებულოს დეპუტატების, მერების, გამგებლების საქმიანობას? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა და ვუსმენთ მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. რა მაინტერესებს ისპანია, ხოლმე ცუდად ისმის იქნებ გაიმეოროთ. სამწუხაროდ ვერ გავიგე თქვენი სათქმელი, ვწუხვარ. რაც ერთ-ერთი გამორჩეული თემაა, ჩემი აზრით, სამთავრობო უწყებების, მერების და გამგებლების ურთიერთობა ხალხთან. რამდენად შესაძლებელია მაგალითად მოქალაქეს პრობლემა ჰქონდეს და მიღებაზე მივიდეს რომელიმე ქალაქის მერთან, საკრებულოს წევრთან, გამგებელთან შევიდეს. ეს ხდება თუ არა დღევანდელ პრაქტიკაში, ხელმისაწვდომია თუ არა. ესეც მინდა ქვეკითხვად დავსვა. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა. ერთი მოწესრიგებული ქალაქი მაჩვენეს სადღე, სადაც საცობები არ იყოს. არის სად მეგეთი, მე ევროპაში ცხოვრობდი 5 წელი. არცად არ არის, ჩემო კარგო ეგეთი, ყველგან პრობლემებია, ყველგან არის სად.
დიახ, დაამატებთ რამეს, როგორ აფასებთ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას? თვითმმართველობა შეძლებს და გვარად ყველაფერი გექნება და ამიტომ ნუ ვეძებთ სულ უარყოფით ცოტა დადებით შეიძლება ხალხს ნუ მოდით, თქვენ ილაპარაკეთ დადებითზე, გთხოვთ? უარყოფით თქვენ ილაპარაკეთ დადებითზე. შეიძლება? მეტი რეიტინგი ექნება თქვენს ტელევიზიას, თქვენ ხალხსა და იმას. გესმით ჩემი ხმა? მით უარყოფით შედეგებს. ჩემი ხმა გესმით ბატონო? ჩემი ხმა თუ გესმით? მე კითხვა მაქვს თქვენთან თუ შეიძლება ეს ეთერი არის იმისთვის რომ საზოგადოების წევრებმა დარეკონ და თავად ბრძანონ ცუდიან კარგი თქვენ ახლა რეკავთ და გვსაყვედურობთ ჩვენ მაგრამ მაყურებლები რასაც უნდა იმას იტყვიან თქვენ რას იტყვით კარგს თქვენ დადებითი რაც არის მე გეტყვი დიახ ტელევიზორს გამოურთეთ გთხოვთ ხმა ხო არა მე ხო აი ეგ შენ გაწყობს ის ვინც გვეფერება ვინც გეფერება ის გაწყო ამას გათიშავთ მე რა თქმა უნდა არ გიშავთ ბატონო გესაუბრებით რას ამბობთ ის გიყვარს ძალიან ილიკო ილია შორენა გენაცვალე ჩემოშვილო ერთი და სიმართლეს რო გეტყვიან ის არ გინა აი ამას გათიშავ დაბლოკავ და მე აღარ გე როგორ გეკადრებათ რას ამბობთ გისმენთ ყურადღებით შეკითხვა დაგისვით დამატებით რომ ბევრი კარგი თქვათ რასაკეთებს ხელისუფლება და თქვენ კიდევ ბრალს ხვდებთ რატომ ისაუბრეთ კარგს რასაკეთებს ხელისუფლება არა მეკითხები რა არის კარგი მეკითხები დიახ თქვენ გისვამთ ამ შეკითხვას მე ბატონო ახლა ჯანდაცვის სისტემა საუკეთესო კარგია დიახ განაგრძეთ გისმენთ ყურადღებით ჯანდაცვა არის ძალიან კარგი გავიგეთ ხომ არაფერს დაამატებდით ოღონდ ტელევიზორს ხმა გამოურთეთ გთხოვთ ეს პრობლემას ქმნის არა ჯანდაცვას გეუბნები კაცო ეს ჩვენი პოლიცია მუშაობს ძალიან კარგად ესა მაინც და მაინც თვითმმართველობის ორგანოების სფერო არ არის და ჩვენ თვითმმართველობა ყველგან არ არის ისეთი როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ შეძლებს და გვარად ყველაფერი გამოსორდება და ხელს უშლიან ეს პარაზიტი ორგანოები რომლებიც გარშემო ახლოვია ამ ჩვენ ქვეყანას კეთილი დიდი მადლობა თქვენს ზარისთვის მართალია ბრალი დაგვდეთ დაგვადანაშაულეთ ცოტა შეურაცხყოფაც მოგვაყენეთ, მაგრამ არა უშავს, მე არ მწყენია ნამდვილად, მინდა გითხრათ. ეს ეთერი იმით არის განსაკუთრებული და გამორჩეული, რომ ნებისმიერ აზრს, ნებისმიერ შეხედულებას პატივისცემით ეკიდებიან. და დისკუსია, მსჯელობა ხშირია ამ ეთერში, აზრთა სხვადასხვაობაც ხშირია. ჩემთვის, როგორც წამყვანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რა შეხედულების ბრძანდებით. დიდი პატივისცემით გეუბნებით ჩემო ბატონო ამას. ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ გნებავთ დადებითად გვიპასუხებთ შეკითხვაზე, გნებავთ უარყოფითად, თქვენი გადასაწყვეტია. დიდი ყურადღებით მოგისმენთ, მომავალშიც დარეკეთ და ამაში დარწმუნდებით. 557-88-95 ეს სტუდიის ტელეფონის ნომერია, თითქმის 4 წლის შემდეგ როგორ აფასებთ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, თქვენი ქალაქის, თქვენი რაიონის, დედაქალაქის აგრეთვე საკრებულოს წევრების, მერის, გამგებლების საქმიანობას. რა გააკეთეს თითქმის 4 წლის განმავლობაში თქვენთვის, საზოგადოების წევრებისთვის. მორიგი ზარია გისმენთ? გამარჯობა ძინძალე. გამარჯობა. მომისმენე ბატონო ილიკო. დიახ. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა განსაკუთრებით ძალიან ბევრი რამ კეთდება. დიახ. აი რაც უსწავლი გააკეთა ნინულა ჩაბიძემ ან გნება კახი კალაძემ თბილისში ასეთი რომელიმე ქალაქის მე დაუკეთებია საერთოდ არ ვიცი ვერ გპასუხობთ რატო ვერ პასუხობ ძალიან ბევრი რუსთავში რომ ჩახვარ უკვე რუსთავი შეცვლილია ბატონმა კახემ ძალიან ბევრი გააკეთა თბილისში ძალიან ბევრი ნუ იქნები დაუნახავები გადაწყვეტი ნუ იქნები
რაც არის კარგი თქვა. კეთილი, დაგვისახელეთ თქვათ რამდენიმე მიმართულება, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენ. რაც გაკეთდა თქვათ თბილისში. აგერად ჯანდაცვა მოწესრიგებულია. ჯანდაცვა არ ეხება მერიას მაინც და მაინც თუ კი გამონაკლისი შემთხვევები არ არის. არ ეხება საყოფა ცხოვრება პირობები გენაცვალე. სისუფთავე კარგია. და რომ ვიძახით რომ აი არის საჩობები ყველა ხალხის ქალაქია გენაცვალე. თები საქართველოს თბილისია ჩამოსული. კი. და საჩობები იქნება, მაგრამ ასეთი მასშტაბური საცობები? უბრალოდ საათების განმავლობაში რომ გადაადგილება შეუძლებელია. ხო. თქვენ იმაზე იმაპარაკეთ რომ ქვეყნის წლები ყოველს დაგამოშრობკეტავენ რუსთავებს. და ხალხს გაჭირებულ ადამიანებს ზოგს ავადმყოფოში მიყავს შვიდი. ზოგს სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოძახებული და ვერ მიდის ადგილზე. აი ამას როგორ უყურებთ? იცით რა ბატონო, ჩვენ გადაცემაში ყოველ დღე სხვადასხვა თემა გვაქვს. დღეს ეს კონკრეტული მიმართულებაა ჩვენი თემა და ამაზე გთხოვეთ პასუხის გაცემა. მადლობა. ქალაქის მერია გენაცვალე მომისმინე და ეს საყოფა ცხოვრება პირობები. შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, სააკაშვილის პერიოდთან შედარებით, გნებავთ ცოტა უფრო ადრე კიდევ გამსახურდია პერიოდთან შედარებით, უფრო უკეთესი რომ არის და უფრო წინ რომ მივიდივართ. ამაზე ნუ ვიცით რა, თავს ნუ დავხვიდავთ. გასაგებია თქვენი მოსაზრება, მადლობა ზარისთვის. ქაოსური მშენებლობების პრობლემა ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემი აზრით, როდესაც ყველგან თითქმის სადაც მიწის ნაკვეთი ნახეს, წამოჭიმეს კორპუსები და ახლა გრძელდება უფრო მასშტაბური კორპუსების მშენებლობა, იგეგმება ლაგუნა ვერეს და იპოდრომის ტერიტორიაზე, ნაწილი ამ ტერიტორიისა. რაღაც მრავალსართულიანი გიგანტების აშენება უნდათ, ეს პრობლემაა. ავარიული სახლები და ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების პრობლემა რთულია. სათანადო ყურადღება არის თუ არა მათ მიმართ. ტრანსპორტის საკითხი რამდენად არის ვთქვათ მოწესრიგებული, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა ქალაქებში და რაიონებში, გზები მათ შორის. უფასო სასადილოებში ჩვენ მოგმართეს და გვითხრეს რომ ძალიან მძიმე პირობებია, საკვები გემოვნური თვისებებით არის ძალიან დაბალხარისხიანი და იქაც გარკვეული კორუფციის ნიშნებია, ასეთი შეტყობინება შემოვიდა ობიექტივში. მიღების საათები თუ აქვთ მეერებს, საკრებულოს წევრებს, გამგებლებს, მაღალი თანამდებობის პირებს და ხვდებიან თუ არა ხალხს, ესეც გვეკითხვა. ჩემი აზრით, მაინც და მაინც არ არიან დაინტერესებული და უფრო ჯიპებიდან იყურებიან. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო, გამარჯობა ილია. გამარჯობა ქალბატონო, გისმენთ? ჩემო კარგო ადამიანო, მე მინდა აი ის აღნიშნო განსაკუთრებით რომ თავგადაკლული ქოცების დამცველები რეკავენ აღარ იციან რა ქნან მოკლედ რა მოსწონთ ამ ჩაფლავებულ ქვეყანაში ისო ქალაქი შეიცვალა, რუსთავი შეიცვალა თუ თბილისი აბა რა უნდა შეიცვალოს ხელფასებს რო ეგენი იღებენ რა რაოდენობით ხელფასებს გულხელგაკრეფილები ხო არ უნდა იყვნენ კაცო ეხლა თვითმმართველობას რაც შეეხება გამგეობებში ადრე შევდიოდით ხალხი ზოგი განცხადებას წერდა ზოგი სოციალურ განყოფილებაში თუ სხვადასხვა განყოფილებაში შედიოდა ეხლა ისეთი დაცვაა დაყენებული გეგოდება რაღაცა რეციდივისტები და ტერორისტები დაასყდნენ თავზეო რა მოსწონთ ამ ქორჩების დამცველებს ღმერთო ჩემო აღარ ვიცი ნერვიულობისგან რომელი სფეროა მოწესრიგებული თვითონ არხეინად უშვენივრად ვცნობებ თავს და გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას ერთი წამით არ ითვალისწინებენ იცით რატო ილია არ უყვართ თავიანთი ხალხი მაგათ მარტო თავიანთი თავები უყვართ და იმისი ფიქრი დღედან როგორ მიუმატონ თავიანთ შემოსავლებს აი რამდენჯერ უნდა აღინიშნოს ბევრი რეკავს უკვე რომ მათხოვრული პენსიები ხალხს მათხოვრული მართლა ამაში თვითმმართველობებს ვერ დავდებთ ბრალს მართალია ქალბატონო მართალია მაგრამ
თვითმმართველობაში ჩაფლავებული საქმე ემატება იმ სხვა დანარჩენს და გული მტკივა იმაზე, რომ როგორ შეიძლება მოგიბრუნდეს ენა არ ხელისუფლების სასარგებლოდ. მადლობა, გენაცვალე. მადლობა თქვენ ზარისთვის, ზრუნავენ თუ არა ადამიანზე, ადამიანის მდგომარეობაზე, მერები, გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები ზრუნავენ თუ არა იმაზე, რომ მაგალითად ჯარიმების სფერო მაინც დარეგულირდეს, ცოტათი ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეთ მძღოლებს მდგომარეობა, ის საკუთარ სახლთან გაჩერებული ავტომობილის გამო ადამიანებს უსამართლოდ აჯარიმებენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ხომ ის ძალიან ცუდია. ჩვენ თუ სიტი პარკი დავამარცხეთ და გვეგონა რაღაც შეიცვლებოდა და სამართლიანი მიდგომა იქნებოდა, ახლა სიტი პარკზე უარესი მივიღეთ რაღაც და ეს ძალიან წყინს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ეს უსამართლო ჯარიმები. ზარია გადაცემაში, გისმენთ? გამარჯობა, ჩემო ბატონო. და მე სამი შემდეგ უნდა გეიხო ფული და თავალი უნდა იყოს სარგე. ეს ინერვე მეორე გამსახურია ზევდი გამსახურია იყო ექცია არავინ არ აცალა ეგეთები არა თუ ყველამ პერი იყო როგორც მარტაცია ვიღაცა არის მაგალითი გამსახურია პერი და ამიბეზე კონსერვ მომალატია როგორ შეიძლება ისვა გამსახურია არ აცალა არავინ ისიო ნახი ეროვნულიტასი დიახ. მადლობა ჩემო ბატონო თქვენ ზარისთვის, თქვენი სათქმელისთვის. თითქმის 4 წლის შემდეგ თვითმმართველობის ორგანოების არჩევიდან როგორ აფასებთ საკრებულოს დეპუტატების, მერების და გამგებლების საქმიანობას? რითი გამოიჩინეს მათ თავი, რითი დაგამახსოვრეს თავი, რა სასიკეთო ცვლილებები განახორციელეს და რა გააკეთეს თქვენი ცხოვრების შესამსუბუქებლად ან გასაუმჯობესებლად. მე გულწრფელად მაინტერესებს, რა თქმა უნდა, კარგი რაც კეთდება, რაც არ კეთდება, მოდით ამაზეც ვისაუბროთ და ობიექტურად მიუდგეთ საკითხს. საინტერესოა ნამდვილად ჩვენი საზოგადოების წევრების შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მოდის ახალი არჩევნები თვითმმართველობის იქნება, ხომ, შემოდგომაზე. და უნდა გავითვალისწინოთ ის თუ ივარგეს, კიდევ დავტოვოთ ბატონო, თუ არ ივარგეს, ნუ ღარ დავტოვებთ ეს, უნდა გავითვალისწინოთ. იმის გამო რომ რაღაცა ომი არ იყოს, ახლა ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში ვეღარ გვეტყვიან ამას. ომის საკითხს არ წყვეტს საკრებულო და მერი და სოფლის რწმუნებული კიდევ. ომის თემას წყვეტს ცენტრალური ხელისუფლება და ახლა თვითმმართველობის არჩევნები რომ მოა, ამით ვეღარ შეგვაშინებენ. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან კარგია რომ ეს გადაცემა არსებობს, რადგანაც ხალხის აზრი გასათვალისწინებელია ასე თუ ისე და ვფიქრობ რომ ყველა გაითვალისწინებს. მადლობა თქვენ. დიახ. რა სიტყვით? ეს საუბარი გამოვიწყეთ რომ აი რა გაკეთდა და რა კეთდება და ჯანდაცვა მოტაცებულიო, მოდი ეს რაღაცას ვიქროთ. რომ ჯანდაცვა შეიძლება ვინმესიც იყოს მოტაცებული, მაგრამ მოდი რაღაც კლევა რომ გაკეთდეს, მაგალითად თუნდაც არის ადამიანი. კლევა რომ დაწვეს, მაგალითად, ხო ისეთი მინიმალური რაღაცებია დაფინანსებული, მაგალითად ისისა ეს იქ აღერაფერს ვერ გებულობს გექიმი და ფასიანია სადღაც 35 ლარი ერთი ანალიზი, მეორე ანალიზი 50, ექიმის კონსულტაცია 70 ლარი. პენსიონერს აქვს მაგალითად იმის საშუალება რომ ეს ყველა კვლევა გააკეთოს თავისი პენსიით და თან იმკურნალოს და თან გამოკვლევები გააკეთოს. და შემდეგ მედიკამენტები შეიძინოს. და შემდეგ მედიკამენტები შეიძინოს. ახლა დედამ ყავს ცუდად ხო და რომ გამოვიკვლიეთ ლაბორატორიული ანალიზები გავუკეთოთ 1500 ლარამდე ავიღო ეს ყველაფერი. დაფინანსა რამდენი გეტყვით? მარტო დაფინანსა 55 ლარი.
სიხლის საერთო და რაღაც ესეთი მინიმალური. დანარჩენი თანხა, საიდან მოვიტანო, ან რომ არ მომკურნალო დედა არის, ხო? და მეთოდება. მე უმუშევარი ვარ. აი, თუ ჯანდაცვა არის გამართული, თუ ჯანდაცვა არის არ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში რა ვქნა დედას როგორ უმკურნალო. აი ეს პასუხი იმათ ვისაც იმხამობს რომ მაგალითად ჯანდაცვა გამართულია და ძალიან კარგად მუშაობს. დიდი მადლობა. მეორე შემთხვევაში კიდე მესამე მხარე ოპერაცია გავიკეთე და 5000 ლარის ოპერაცია ღირებულება იყო. მარტო დაფინანსდა 2000 ლარი. დანარჩენი თანხა საიდან მოვიტანო ამ უმუშევარმა ადამიანმა. მადლობა ასეთი გამართული ჯანდაცვა ყავს. მაშინ ასე ვამბობ, ხო? მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით და კონკრეტულ პრობლემებს გავუსვით ხაზი. მე უფრო მეტად სიმართლე გითხრათ დღევანდელ გადაცემაში ვისურვებდი რომ თვითმმართველობის სფერო შეგვეფასებინა. მერები, გამგებლები, საკრებულოს წევრები რითი გამოიჩინეს თავი ამ თითქმის 4 წლის განმავლობაში. ზარია, გისმენთ? ალო, გესმის? ისმის ჩემო ბატონო, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა. დიდი პატივისცემით მოგესალმებით. აი ახლა ერთად ტელევიზია, რომელსაც შეიძლება ადამიანმა თავის აზრი გამოსცეს. ალო, დიახ, ისმის, მადლობა თქვენ. აი რა მინდოდა მეთქვა. ძალიან მოკლედ მინდა რომ თქვა, რა აი ახლა უყურებს ეს ახლა ჩვენ ხალხია. სულ ყველა ვხედავთ. ზოგი დადებითი კეთება, ზოგი კარგი კეთება, ზოგი, მაგრამ განსაკუთრებულად მინდა ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი. თუ გვინდა აი რაც არ უნდა თბილისში ხალიფება ტაქსიო. თუ მომავალი თაობა არ იქნება. დაჩაგრული იქნება ეს ქვეყანა. არ გვიღის არაფერად, არა? აი ახლა ძალიან მოკლედ მინდა რომ გითხრა. დიახ. მე დიდად ვაბასე პატრიოტა ალიანს. თავით სახან მოურავს, ირმა ინახის, თქვენ საგერ ვაჯაოთარაში. ყველა დარგის სპეციალისტი უნდა ტექნიკოს, ყველა დარგის სპეციალისტი. განძაფრიდან, სოფლის ეკონომიკიდან, ყველა. გამოხვიდეთ და ერთი კარგი გრანდიოზული მიტინგი ჩატარდეს წინა საარჩევნო პროგრამა, აი რა უნდა დაიგოს. სხვათა შორის ძალიან კარგი პროგრამა აქვს პატრიოტთა ალიანსს. ხონის მოსწორების ფორმა, არავის არის მართამოშობილის მაგაზინი, ყოხტად შეკრეტილი, ესეთი. რა უნდა გაკეთდეს ჯანდაცვის სფეროში. დიახ. ექსპერტები, აი ვინც არის კომპეტენტური კი. რა უნდა გაკეთდეს სოფლის მეურნეობაში? ახლა ყველაფერი ერთად არ მოხდება, ეტაპობრივად. დიახ, რა თქმა უნდა. ამერიკული თელი საქართველო მოგწონს ხوار. ახლა მესამე რა თავარია. დიახ. რაც არ უნდა ჩვენ კარგი გზები გქონდეს, რაც არ თუ გინდა თვითონკაც. თუ წალეკილია ნარკოტიკები ყოველმე კუშპრიჩები ყია. დაიძრა ხალხი ამ კაზინოები. ეს ონლაინ კაზინოები უნდა გაუხდეს სასწრაფოდ. კი ბატონო, ვისაც 2000, 5000 შევიდეს. და ტურისტი შევიდეს, აგრეთვე ტურისტი, ქართველებს ავუკრძალოთ შესვლა, ეს იქნება კარგი. სოციალური თემები. შობადობა არის, რო გადავალოს თვალი ახლა ამოვიწევს კომუნისტების დროს რამდენი იყო შობადობა დღეს არის ნულამდე დასული. ყოველი მეორე გამოვლილია. რამდენი კორპუსი აშენდა, კორპუსი ჯერ არ შენდება, სადაც შენდება, პირდაპირ მიდის ან არის აქცია კი ბანკი მაღაზია. ხო, მართალია. დიდი მადლობა ბატონო. მადლობა რომ დაგვიკავშირდით და თქვენი სათქმელი ბრძანეთ. აზარტული ბიზნესის საკითხს, როდესაც ვეხებით ჩვენ, აქ ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალია, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგალითად მონაკოში, აუკრძალოთ ადგილობრივ მოსახლეობას აზარტული ბიზნესით დაკავება. და ეს მოაგვარებდა ყველანაირ პრობლემას. არაბეთიდან რომ ჩამოდის ტურისტი სპეციალურად კაზინოში თამაშის მიზნით და ჩამოაქვს დიდი ფული და უნდა თან გაერთოს, თან ეს ფული დახარჯოს, რატომაც არა იმან ითამაშოს რამდენიმე დღეში წავა უკან. მაგრამ საქართველოში მყოფი მოქალაქე უბედურდება, მთელი ცხოვრება აი ამ აზარტულ ბიზნესია შემდეგ მიბმული და მთელ შემოსავალს იქ ხარჯავს. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. ისე ჩემი ხმა. ისმის ბატონო თქვენი ხმა? დიდი მადლობა. მადლობთ. დიახ. ბატონო ილია. დიახ. თბილისში საცხოვრებლები არ მოიხსნეს. ვიდრე ადამიანის შეგნებამდე არ დავარო. განის მეორე მიკროდან მეტრომდე მანქანით აღარ უნდა ჩასვი. ამაშიც მართალია. დიდი ვატუსი უნდა ფეხიცი არის. კი ბატონო. რო ჩახვიდე და ამო. მართალია. აი ჩვენ მანქანით არ ვხდება დაჩეული. ყველა ქვეყანაში მეცნაკლები. ყველა ქვეყანაში
განსაკუთრებით ახლა ქალბატონებზე რომ დაუშვეს მათი წიფლება ძალიან გამრავდა მანქანები. ერთმა ყველა კეთილად ატაროს. მშვიდობით ატაროს. მეორე კიდევ რა საკეთებს რა საკრებულობა გამგეობა. მოვიცი რა გითხრათ, გააკეთეს საკეთის სფერები და როგორ დაამტვრიეს ბავშვებმა გააბუჭეს, გააუხრეს. ხო გვანახვეს არა? კი, ნამდვილად არის ასეთი ფაქტები ეს საშინელება. ხო, ანტრევენ ასიკებენ. და კიდევ ვისურვებდი, ასეთი შეკითხვა გამოგეტანათ გამეხარდება. აი თვითონმა თქვენსაგანმა ქალაქისთვის, ქუჩისთვის, რაიონისთვის რამდენი გაიგეთ 1 ლარი, 5 ლარი, რაც არის თქვენ ფონდში. როგორ დაეხმარეთ აჭირებულს, რამდენი გადაუხადეთ, რამდენი აი ესეთი ხო შეიძლება. ახლა ხალხი გამოვიდა ლაპარაკობს ისეთ რამეს, ვერ გებულოს ტელევიზორს უნდა ჩაუწიოს. ის გადაგიწყვეტ ახლა ქალაქისა და სამგებლისა და მერების საქმე ვერ გადაგიწყვეტ. მადლობა. პლუს მინუსი ყველგან არსებობს ბატონოია. პლუს მინუსი. ზოგს მოწონს ზოგს არა. და მაგალითად ოპერაცია რო გავიკეთებ 1140 ლარს ვაგებად გადამახსენდეს 114 ლარი. დიახ. არის ზოგი ასია, ზოგი ისია, ზოგი ხდელი მოსწონს. ზოგი ხდელი შოვი. დიდი მადლობა. რეალიზა გვაქვს აზროვნება ჩვენ. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თქვენი შეფასებისთვის. 5-5-7 88 55 88 დღევანდელ ეთერში თითქმის 4 წლის თავზე ვაფასებთ საქართველოს ქალაქებში, რაიონებში გამგებლების, მერების, საკრებულოს დეპუტატების საქმიანობას. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმმართველი ორგანოების, სხვადასხვა სტრუქტურების საქმიანობას. რითი გამოიჩინეს მათ თავი, რა გააკეთეს 4 წლის განმავლობაში, რაც დაგამახსოვრდათ. და რისთვისაც, ვთქვათ, მადლობა ეკუთვნით, ან საყვედური ეკუთვნით, ხო? ობიექტურად რომ ვთქვათ. ამ თემებზე ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა დღეს და ჯერ კიდევ არის დრო, მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ვუთმობთ ამ დროს. გამარჯობა. გაგიმარჯოთ. დიახ. ბატონო ილია, რა მინდა გითხრათ ისინი? დიახ. დინარებზე იყო გამოსული და ახლა ვიგზენითო რნო სულიერები დამოუკიდებელი ბავარ ერთი ვიდა მკითხო 7000 იქნა ხელფასი და 14000 გეიხადა გამიხადოს მოთესერკაც პენსია საკეთებო გამეიტანოს რეფერენდუმზე მათი ხელფასები და მე ვილამარაკოს ხალხი რასწევს ახლა 15000 მქონდეს ხელფასი 3 მილიონი რო გახდეს პური არაფერს არ ვიტყვი არაფერს არ ვიტყვი არცი რა 400 პლანიანის პენსიონერს რომელიც ხაზია სახელმწიფო მოსული ამაზე ძილარი და სულელი სახელმწიფო აქვს თუნდე ახლა მასე ბეჭვით ახლა ხელფასი მოგწევ თუგაია დიახ დიდი მადლობა ჩემო ბატონო თქვენ იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და თქვენი სათქმელი ბრძანეთ ალბათ ერთ ან ორ ზარს ვნახოთ დრო როგორ გვეყოფა კიდევ მივიღებთ დღეს თავდაცვის ძალების დღეა ყველა ჯარისკაცს მინდა მივულოცო პროფესიული დღე და თავდაცვის სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს დიდი პატივისცემით ვლოცავ კიდევ ერთხელ თავდაცვის ძალების დღეს ამ სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა. აი, გური და გიტავშიდებით, რა. მოკითხვა გურიას, მოკითხვა. აი, ხარით. მოკლედ, აი, სად არის ხუთბატონოვად და რაიმე, დაგაწელი უჩენიო. ამ მაგათ აკეთებენ სისტემებს, ეს აუბედურობა ყველა ახალი ხალი დაყავენ. ყველა ხაჯაება ბედის და აი ვიცი რა, სად არის ეს გამართალი რეგიმადებიოს, ასე შემოგვიყვება. ქუჩებში მოკლედ და ასაკ მარადით ვერ გაიგეთ. ყველა ხალი დაყავდნენ ესეთი გამიგია. დიახ. მადლობთ თქვენ. მესმის რომ ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა და ვისურვებდი რომ გადათხრილი ქუჩების და ორმაგად ერთ და იგივე სამუშაოს შესრულება აღარ ყოფილიყოს. ყოველ შემთხვევაში ახლოვდება არჩევნები და ჩვენ ყველანი გავითვალისწინებთ თითოეული ამომრჩეველი, როგორ ვიმოქმედოთ, ვის დავუჭიროთ მხარი.
თუ ივარგეს და კმაყოფილი ვართ, მაშინ კიდევ დავტოვებთ. თუ უკმაყოფილოები ვართ და ბევრია უფრო მეტი გაუკეთებელი ვიდრე გაკეთებული, მაშინ რა თქმა უნდა აღარ ავირჩევთ. მოკლედ საინტერესო იქნება არჩევნების შემოდგომაზე. ყოველ შემთხვევაში პროცესები როგორ განვითარდება, არავინ არ იცის ბოლომდე, მაგრამ კანონის მიხედვით შემოდგომაზე უნდა იყოს ოქტომბერში არჩევნები თვითმმართველობის. ილია ჩაჩიბაია ვუძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.